მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. ჩვენ ვხედავთ, რომ რამხელა დაწოლა მიდის საქართველოზე უცხო ქვეყნის აგენტურის მხრიდან. არ ვიცი, აი პატარა საქართველოს თქვენ დააკვირდით, ამხელა დაწოლა, როდესაც აქვს ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან, ეს ხომ რაღაცაზე უნდა მიანიშნებდეს და ეს რაღაც არის ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა. მათ სურთ, რომ ყავდეთ ის ხელისუფალი, რომელიც მათ გარკვეულწილად ყველა სურვილს შეასრულებს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობს აფრიკაში, არსებობს ევროპაშიც ქვეყნები, როდესაც დასავლეთი უამრავ ეკონომიკურ სარგებელს ნახულობს და იმავდროულად ეს ქვეყნები არის ღარიბები. მათ აი ამ ჩვენი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე სურთ, რომ აი ამ ჩვენი სატრანზიტო ფუნქციით ისარგებლონ, საქართველოს მიიღოს კაპიკები, თვითონ გამდიდრდნენ და ასევე პრობლემა შეექმნან რუსეთს და მოკლედ ძალიან ბევრი მისიის შესრულება შეიძლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან. ეხლა თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ დემოკრატია აღელვებთ აქა და რაღაცა ბზია ამაღლობელის გამო არის შეშფოთებული ეს ელჩები. აქ არის უფრო ღრმა და ყოვლის მომცველი ის რის გამოც არიან შეშფოთებული ეგრეთ წოდებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოს სატრანზიტო როლი, ჩვენი სტრატეგიული მდგომარეობა და ასევე ის, რომ ამ ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი მისია, რომელსაც უნდათ რომ თვითონ აიღონ ხელში. და ამის საშუალებას ვერ აღწევენ, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას, რომ მათ დაკრულზე იცეკვონ. ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც ცდილობს გამოვიდეს დასავლეთის გავლენიდან. დღეს ეხლა აი ცდილობენ ის ტალღა უკმაყოფილების ააგორონ, თითქოს ეს მთავრობა პრორუსულია, ეს მთავრობა რუსეთისკენ მიდის და ამავდროულად ჩვენ ყოველდღიურად ვლაპარაკობთ იმის შესახებ, რომ რუსეთისკენ არ იდგმევა ნაბიჯები. პირიქით, ამ მთავრობასთან გვაქვს ჩვენ პრეტენზიები, რომ რუსეთისკენ არ მიდის, არ დგამს ნაბიჯი და ესენი ეძახიან პრორუსული არის მთავრობა. ერთადერთი რაც იყო დადებითი ის, რომ ფრენები აღდგა, ასევე ის, რომ უვიზო მიმოსვლა არის, ესე იგი, ჩვენს ქვეყნებს შორის და ამის იქით არ წასულა საქმე. ის კი არა, ბელორუსი, რომელიც არის პარტნიორი რუსეთის, მისი ქვეყნის ლიდერს გამარჯვება არ მიულოცეს და აი ამაზე ჩვენ კარგად იცით, რომ ძალიან ისეთი პროტესტი გამოდგა. და თავის თვითონ რუსეთის მიმართ რა ნაბიჯები გადადგეს, ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის შემდგომ საქართველოს ხმას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რომ გაწევრიანებულიყო რუსეთი და სააკაშვილის ხელისუფლებამ სავაჭრო ორგანიზაციაში გაჭევრიანებას ხარი დაუჭირა. გვაზდიკებით იდგა ლარსთან. ყველა სტრატეგიული ობიექტი გადასცა რუსეთს. ვერც კი დაესიზმრებოდა რუსეთს ის, რაც გაუკეთა სააკაშვილმა, იმ უაზრო ომით, რომელიც დაიწყო 2008 წელს. და ესენი ამბობენ, რომ თურმე მთავრობა არის პრორუსული და ამ დროს თვითონ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოში მართლაც ყოფილიყო ბაზები, ყოფილიყო გავლენები და ჩვენი სუვერენიტეტი შებრალეს. და ფირი არ იწვება, კადრები არ იწვება. კადრები ვერ ამოვა მეხსიერებიდან ის, რაც ჩვენ ვნახეთ და როგორი რანამუსით უნდა თქვას ამათმა, რომ ეს ხელისუფლება არის პრორუსული. Все прекрасно, и там прекрасно, везде. Красиво, мы очень довольны, прекрасно все. ეს კადრები რომ აქციის მონაწილეებს ანახოთ, აუცილებლად გეტყვიან. აბა რასელოდით ამ პრორუსული ოცნებისგან. ნახეთ, როგორ უხარიათ რუსების დანახვაო. კადრს მიღმა, რომ ასეთივე ბედნიერი და გაღიმებული მიხეილ სააკაშვილი დგას, მათთვის დიდი სიურპრიზი იქნება. მაგრამ დგას. Добро пожаловать.
2008 წლის ომიდან სულ რაღაც 3 წელია გასული. ის არა მხოლოდ გააუქმებს ცალმხრივად ვიზებს რუსეთის მოქალაქეებისთვის, არამედ იტყვის, რომ არანაირი ცალკე აღებული დასავლეთი არ არსებობს და რომ საქართველოს რუსეთთანაც უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. გამოდივარ ახალი ინიციატივით, რომ ცალმხრივად გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან. და ყველა რუსმა ბიზნესმენმა იცოდეს, რომ შეუძლია საქართველოს ჩამოსვლა, ფულის შედება, ფულის გატანა, შებოტანა, ბიზნესის კეთება, წარმოების აწყობა. კულტურული ურთიერთობების აღდგენა სააკაშვილის ხელისუფლებამ აგვისტოს ომიდან 1 თვეში უკვე მოითხოვა. საგარეო საქმეთა მინისტრმა კრემლში საგანგებო წერილიც კი გააგზავნა. გზავნილის ავტორი გრიგოლ ვაშაძე გახლდათ. ომიდან 1 წელიწადში კი მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას სჭირდება რუსეთი ქართული ყურძნისა და ღვინის გასაყიდად. ამიტომაც მოსკოვთან ურთიერთობები უნდა დაალაგდეს. აგერ რუსეთთან რამდენს ვხსნით, რომ ავაწყობთ და ვინდომ კი არა, რომ ბიძაშვილი ვარ, არ მამიდაშვილი მათი. იმიტომ რომ ჩვენი ყურძენი ხო უნდა გავყიდოთ. ჩვენი ღვინო ხო უნდა გავყიდოთ. ჩვენი პროდუქცია ხო უნდა გავიტანოთ. აფხაზეთი და ცხინვალი კრემლს უკვე დამოუკიდებელ სუბიექტებად ყავს აღიარებული. სააკაშვილის ამ ნარატივს ეთანხმებოდნენ ლიაკა ხოშტარია, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე და ნაციონალების სხვა ლიდერები, წევრები თუ აქტივისტები. ჩვენი მხრიდან გახსნილია სავიზო რეჟიმი, ჩვენ მივესალმებით მხოლოდ რუს ტურისტებს. ბიზნეს არანაირი პრობლემა არ შექმნია და ციფრებს რო შეხედოთ, მინდა გითხრათ, რომ გაიზარდა კიდევაც ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს კი დამსხვრელი გუნოა. ჩვენ ვართ გახსნილები რუსეთთან ურთიერთობისთვის. Мы люди русской культуры, у нас два родных языка. თუმცა 2023 წელს ყველაფერი შეიცვალა. ისინი ჯერ აეროპორტში დახვდნენ რუსული რეისით ჩამოსულ ტურისტებს და მათ აქცია მოუწყვეს. უსტვენდნენ, უყიროდნენ, ოკუპანტიო. შემდეგ კი ასეთი ხმაურით ბათუმში რუსულ საკრუიზო გემს დახვდნენ. სანამ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრა და სანამ უკრაინაში ომი არ დაიწყო, ნაციონალებს პროტესტი და პრეტენზია რუს ტურისტებთან არ გასჩენიათ. სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტთან რუს ტურისტებს პირადად ხვდება და ესალმება. შემდეგ კი ბედნიერი სახით კომენტარსაც აკეთებს. იმდენი რუსი იქნება ნამყოფი და იმდენად დარწმუნებული იქნება, რომ მშვიდობიანი ნორმალური ადგილი, ჩვენი მათი შეკაების და ურთიერთობის აღდგენის გზა არის ხალხს შორის ურთიერთობა. არავის ხმა არ ამოუღია. ნინო ქათამაძე მაგალითად მშვიდად დადიოდა გასტროლებზე რუსეთში. რუს მაყურებელს საკუთარი რეპერტუარით სიამოვნებასაც ანიჭებდა. Встречайте, Нино Катамадзе, Игорь Станиславович. ეს 2012 წლის ჩანაწერია. ქათამაძე ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტულ პირველ არხზე გამოდის და მშვიდად მღერის. 2008 წლის ომზე რეაქცია, პროტესტი და პრეტენზია არა აქვს. აქ ნინო ქათამაძე ცნობილ რუს როკ მუსიკოსთან, ბორის გრებენშიკოვთან ერთად მღერის. არა მხოლოდ აფხაზეთი და ცხინვალი, უკვე ყირიმიც ოკუპირებულია, მაგრამ საპროტესტო ნოტები ქათამაძის მუსიკალურ ნოტებში ისევ არ ისმის. ზის და ოკუპანტი ქვეყნის მომღერალთან ერთად მღერის. გრებენშიკოვს არ ეკითხება: რუსეთი ოკუპანტია? არ გრცხვენია რუსეთის მოქალაქე რომ ხარ? ინტერნეტში არ იძებნება არც ერთი მისი სიმღერა, რომელიც 2008 წლის ომს ეძღვნება. ეძღვნება ქართულ გმირსამხედროებს, ან ომში დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას, ან სამშობლოს. არც რუსეთის ოკუპაციას ამხელს, არც რუსეთის პოლიტიკას აკრიტიკებს. ძველებურად მღერის. 2009 წელსაც ის კონცერტს რუსეთში გამართავს. შემდეგ 2010 წელსაც ის მოსკოვშია და სცენიდან რუს მაყურებელს ჰაეროვან კოცნას უგზავნის. 2011 წელი ისევ რუსეთი. ეს კროკუს სიტი ჰოლია. ნინო ქათამაძე სცენაზე დგას და ლაპარაკობს. არც ომზე, არც ოკუპაციაზე, არც გმირსამხედროებზე. საუბრობს იმისთვის, რომ რუსი მაყურებლისგან ტაშის ხმა გაიგოს. Ну, я даже не знаю, я болтаю сейчас просто так. Ну, нет. Чтобы после болтания аплодировали, понимаешь? სამაგიეროდ უკრაინის ომის შემდეგ ძალიან მწუხარე და დრამატული სახით მღერის უკრაინულად. რუსული პროპაგანდისტული არხებიდან უკრაინულ ეთერებში გადაჭდა. ტირის კიდეც ემოციურად დამუხტულია. აგვისტოს ომში დაზარალებული ბავშვებისთვის ერთი კონცერტიც კი არ გაუმართავს. უკრაინელი ბავშვებისთვის კი საგანგებო ფონდი შექმნა. Есть фонд Нины Катамадзе, который мы создали в конец марта 2022 года, и до сегодняшнего дня он помогает украинским детям. ასეთი მხიარული, ფერადი და ბედნიერია 2010 წელს მოსკოვში, ომიდან თითქმის 2 წლის შემდეგ.
და ასეთი დამწუხრებული და დაღონებულია უკრაინის ომიდან თითქმის 2 წლის შემდეგ. ასეთი პატრიოტიზმი უკრაინელებსაც კი გაუკვირდებათ და ერთხელაც კითხავენ. 2008 წლის შემდეგ თქვენ კიდევ გეგონათ რუსეთში სიმღერა შესაძლებელი იყო, რაზეც ნინო ქათამაძე ეტყვის, რომ ის ცდილობდა სცენიდან სიმღერით ეთქვა. Როგორ კლავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. У меня была возможность рассказывать, как убивали наших абсолютно мирных людей. თუმცა რაც ვნახეთ, ქათამაძე მხოლოდ ბედნიერებას, პოზიტივს და კმაყოფილებას ასხივებს. რა თქმა უნდა, კითხვები საქართველოშიც ჩნდება. მეფე რომ შიშველია, აქ პირველად ღიად ტელესკოლაში გაიჟღერებს. ეს გოგონა იტყვის. მაინტერესებს თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანია ქვეყანამ, რომელმაც ამდენი ზიანდატკივილი მოგვაყენა, იქ ჩასვლა როგორც ქართველი არტისტის წოდებით და იქ სიმღერის შესრულება. რაზეც ნინო ქათამაძე უპასუხებს, რომ მას არჩევანი არ ჰქონდა, რომ შევიდა იმ კარში, რომელიც მაშინ ღია იყო, რომ 2008 წელს პროტესტისთვის მზად არ იყო. 2019 წელს კი რუსეთში უმღერა 9 წლის ბელორუს ბავშვს, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე არ მქონდა არჩევანი იმ დროს, როდესაც მე დავიბადე, რომელი ქვეყნის კარებიც იყო ღია, მე იქ მომიწია მოღვაწეობის, ასე ვთქვათ, მუსიკალური კარიერის აწყობა. 2008 წელს მე არ ვიყავი მზად. მთელი სამყარო რო ყოფილიყო ჩემს წინააღმდეგ, მე ამ არაჩვეულებრივ ბავშვს, რომელიც იყო ბელორუსიდან, ვერ ვეტყოდი უარს. მაგრამ ეგებ მართლაც შეიძლება ესეც მოხდეს. სხვა ქვეყნის ომმა პატრიოტიზმი, სინდისი, გულწრფელობა და სამართლიანობის გრძნობა გაგიღვიძოს. შესაძლოა, მაგრამ ნინო ქათამაძემ გითხრა, რომ ეს მისი შემთხვევა არ არის. ეს მომღერალი სურთ დღეს ამ აქციებისა და პროტესტის მთავარ ხმად აქციონა. ახალი თეატრის მსახიობს ანდრო ჭიჭინაძეს ამ ეგრეთ წოდებული ანტირუსული და პროდასავლური აქციების სიმბოლოდ წარმოაჩენდნენ. თუმცა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ სიმბოლოს ბზარები მალევე გაუჩნდა. მსახიობი არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის მარცხს. აქტიურად მონაწილეობდა აქციებში. თავად კი როგორც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო რუსი რეპერის ვასილ ვაკულენკოს კლიპში. მონაწილეობა მიიღო რუსი რეჟისორის აქსანა ბუჩკოვას ფილმში. ეს ფილმი ნინა ბუჩკოვამ რუსეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაიღო. ეკრანებზე 2023 წელს გამოვიდა. ჭიჭინაძემ რუს მსახიობებთან ერთად ითამაშა. ჰონორარიც აიღო. Случайно ничего не происходит. მსახიობის დედამ ეს ინფორმაცია გააპროტესტა. რუს რეპერზე კომენტარი არ გააკეთა. რუს რეჟისორზე კითხვა, რომ ის ანტიპუტინისტია და უკრაინის ომის შემდეგ რუსეთი დატოვა. ამოუღიათ აქსანა ბუჩუკოვას ფილმი, რომელიც გადაღებულია თბილისში, უკრაინის ომამდე. ფილმი კონპროდუქციაა და თამაშობს ბევრი ქართველი მსახიობი. თვითონ აქსანა გახლავთ არაჩვეულებრივი პიროვნება და ანტიპუტინისტი. თავად რეჟისორი მთავარ არხზე გადაცემა დღის სტუმარში გამოჩნდა და თქვა, რომ რუსეთი როგორც უკრაინელმა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დატოვა. ახლა კი ბარსელონაში ცხოვრობს. მეც და ჩვენი ოპერატორიც 2022 წელს წავედით რუსეთიდან. მე ვცხოვრობ ბარსელონაში და ჩვენ რუსეთიდან პროტესტის ნიშნად წამოვედით. ბუჩკოვას პროტესტი 2008 წლის აგვისტოს ომზე არ ჰქონდა. რეჟისორ აქსანა ბუჩკოვა. ამ დროს ის რუსეთის ერთ-ერთ პროპაგანდისტულ არხზე ზის და საკუთარი ფილმის განხილვაში მონაწილეობს. მაგრამ უნდა ჰქონოდა ნინო ქათამაძეს, რომელიც მაშინ რუსულ ესტრადაზე იდგა. უნდა ჰქონოდა ანდრო ჭიჭინაძეს, რომელიც რუსეთის კლიპებსა და ფილმებში იღებს მონაწილეობას. მით უფრო ვაკულენკოსთან თანამშრომლობა, რომელსაც მსახიობის დედამ თავი სავარაუდოდ შეგნებულად აარიდა. რადგანაც რუსმა რეპერმა ჯერ ყირიმის ანექსია გაამართლა. შემდეგ კი უკრაინის ომიც. ამიტომაც ის უკრაინას დასანქცირებულიც კი ჰყავდა. რეპერ ბასტა, який неодноразово підтримав окупацію Криму. მაგრამ აქამდე მსახიობი საკუთარი ქვეყნის ოკუპაციას არ შეუწუხებია. რუსული ფულიც აიღო, თან კოუჩის როლშია და პატრიოტიზმს გვასწავლის. პუტინის ოკუპაციური პოლიტიკის მომხრე რუსი რეპერის კლიპში მონაწილეობს აქციების ერთ-ერთი აქტივისტი მსახიობი ანა ჯავახიშვილიც. და მთელ ამ ისტორიას სხვა ცხელი თავებიც ამდიდრებენ. მაგალითად ელენე ხოშტარია, რომელსაც ფულს რუსეთის ბიუჯეტი უხდის. საგულისხმოა, რომ ანდრო ჭიჭინაძე ელენე ხოშტარიას დეიდაშვილია. როგორი სიმბოლურია, რომ ორივე მათგანი ევროპატრიოტობას იჩემებს. ვითომ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან. პარალელურად კი უარს არ ამბობენ რუსულ რუბლებზე. პაატა ბურჭულაძე მაგალითად, რომელიც 2017 წელს სანქტ-პეტერბურგის მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა.
ბიზნესმენები საერთოდ ცალკე თემაა. თუმცა რატომ ცალკე? ისინიც რუსეთის ბაზარზე თან დიდ ფულს შოულობენ და თან ანტირუსულ კამპანიაში არიან ჩართულნი. იმ კამპანიაში, რომელიც ამ ბაზრის დახურვას, რუსეთის დასანქცირებას და საერთოდაც რუსეთისთვის ლამის ომის გამოცხადებასაც რომ გულისხმობს. საკვები პროდუქტის დისტრიბუტორ კომპანია ლორგოს მაგალითად პროდუქციის 97% რუსეთიდან შემოაქვს. 2024 წელს მან რუსეთთან 15 მილიონი ლარი ივაჭრა. თბილ ღვინო, რომელმაც 2021-24 წლებში 9 მილიონი ლარის ღვინო გაიტანა. ბატონი თემურ ჭყონია, რომელსაც დღემდე გააქვს კოკა-კოლა რუსეთში. მისთვის სულ ერთია 2008 წელიც, უკრაინის ომიც. კომპანია ნათია და ლაკო თავისი დიზაინით შექმნილ ნაწარმს რუსეთში ყიდის. ამ ფაქტის გამჟღავნებას ლაკო ბუკია მტკივნეულად შეხვდა და კომენტარის გაკეთება არ ისურვა. უფლება არ გაქვთ რომ მეკითხებითო. თქვენ არ გაქვთ უფლება, მე ჯერ TV იმედს არ ვპასუხობ შეკითხვებს. მთელი მათი ფარისევლობაც სწორედ ეს არის. ეგრეთ წოდებული პატრიოტიზმი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ არც კი გახსენებიათ, თუმცა ანწუხელიძის მარშში მონაწილეობა დიდი ენთუზიაზმით მიიღეს. უცნაური ტრენდია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ამ ეგრეთ წოდებულ პროდასავლურებს. პატრიოტიზმიც მაშინ ჩაერთოთ, როცა ამის ბრძანება გარედან მიიღეს. როგორც კი ბრიუსელის ჩინოვნიკობამ სწორება უკრაინის ომზე გააკეთა, ქათამაძესაც გაახსენდა სამშობლო. ბურჭულაძესაც, ჭყონიასაც და ხოშტარიასაც. აბა 2008 წელს არ უთქვამთ გამოდით ქუჩებში საპროტესტო მარშებითო. ხოდა ისინიც რუსეთთან ურთიერთობების დათბობას უკრავდნენ ტაშს. მაშინ ევროჩინოვნიკები პოლიტიკურ პოდიუმზე სწორედ ამ ტრენდით გამოდიოდნენ. მხოლოდ უკრაინის ომის შემდეგ შეიცვალა ეს დავალება. ახლა ანტირუსული ისტერიაა მოდაში. ეს ისე საჯაროდ, თორემ კულისებში ისევ დიდი აღებმიცემობა მიმდინარეობს. და ესეთი ყველა სურვილის ამსრულებლები რუსეთის. ლიაკა ხოშტარია, რომელიც რუბლებს იღებს რუსეთიდან. ბიზნესები, რომლებიც აქვთ მათ და ესეთი ლაპარაკობენ იმაზე, რომ თურმე ეს ხელისუფლება არის პრორუსული. ნეტა მართლა ხელისუფლება ყავდეს დღეს ისეთი, რომელიც რუსეთთან უფრო აქტიურად ითანამშრომლობდა. ჩვენ ამაზე ლაპარაკობთ დღედაღამე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთისკენ გადადგას აქტიურად ნაბიჯები, მაგრამ ამას არ აკეთებს ხელისუფლება, იმიტომ რომ არის გარკვეული საფრთხეები მათი აზრით. მაგრამ ალბათ მოვა ის დრო, როდესაც ჩვენი პრემიერი ჩავა მოსკოვში მოლაპარაკებებზე, როდესაც ჩვენ 3+3 ფორმატში მივიღებთ მონაწილეობას და როდესაც ბრიკში გაწევრიანდება საქართველო. იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ევროპასთან თანამშრომლობამ საქართველოს არაფერი არ მისცა. აი ხა მივდიოდით თვითონ ღირსებით ევროპისაკენ და აგერ ევროპამ რა გაგვიკეთა, რომ ესე იგი გვითხრა, ვინც პარლამენტს ესვრის და მთავრობას ესმით, ის გვირები არისო და არჩევნების შედეგები, რომლის თანახმადაც ოცნებამ გაიმარჯვა, არ ცნობენ, იმიტომ რომ ნაცებიო არიანო, ესე იგი ჩვენი დასაყრდენიო. აი ეს არის რეალობა. დღეს ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. ბატონი ლექსო კობაიძე, ჩვენი გადაცემის სტუმარი და აი ბატონო ლექსო, აი ამ ბრალდებებზე, რომელიც ისმის დღეს ყველა აქციაზე, ესე იგი სალანძღავი სიტყვაა გამოყენებული, რუსო, ესე იგი ეძახიან ყველას, მთავრობას, ოცნების მხარდამჭერს და ამ დროს აგერ ჩვენ კადრები ვანახეთ, საკმაოდ ცელი სიუჟეტი, თვითონ როგორ აქტიურად იყვნენ თანამშრომლობის რეჟიმში რუსეთი. მოგესალმებით, მივესალმებით სმენელ და მაყურებელ საზოგადოებას. როდესაც ჩვენ პროპაგანდაზე ვსაუბრობთ, აქ აღსანიშნავია თუ რა სათქმელი აქვთ პოლიტიკოსებს, თორე როგორ შეიძლება ჩვენ დავიჯეროთ იმის, რომ მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას არ ქონდა ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. წარმოუდგენელია ეს ყოველივე რომ დავიჯეროთ, რომ არანაირი ურთიერთობა არ ქონდა, რეალურად რომ მტრები იყვნენ, ეს რა თქმა უნდა არაფრით არ დასტურდება, პირიქით დასტურდება, რომ მთელი რიგი ნაციონალური სტრატეგიული ობიექტები რუსული სახელმწიფოს მიყიდეს და ეს მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ ჯერ კიდევ მიშა სააკაშვილის დროს და მისი ხელისუფლების დროს მოხდა გასხვისება ენერგორესურსების რუსეთზე და მოგეხსენებათ თუ რომ ისინი განაგებდნენ ამ ყოველივეს და ისინი ესე ვთქვათ ორმაგი სტანდარტებით ელაპარაკებდნენ ჩვენს საზოგადოებას, ერთი რომ თან იძახდნენ რომ რუსეთს თურმე ებრძვიან, მაგრამ მეორე ხელით ესე ვთქვათ ყველანაირ დივიდენდს იღებდნენ
რუსეთის ფედერაციისგან და სამწუხაროდ ის პოლიტიკური სიბეცე, რაც 2008 წლის ომში გამოიჩინა ნაციონალურ მოძრაობამ, დღემდე ვიმკით ამ ყოველივეს და დღემდე ეს ურთიერთობები დასალაგებელი არის როგორც რუსეთთან, ასევე სამაჩაბლოსთან და აფხაზეთთან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის ნაბიჯები, რომელიც ნელ-ნელა ესე ვთქვათ ლბება და საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ უფრო და უფრო galღვება ეს ურთიერთობები და მართლაც და ჩვენ მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ 3-3 ფორმატში დაждდება ჩვენი სახელმწიფო, ანუ რეგიონალური ლიდერები დაждდებიან პირისპირ და წავა მართლაც და კონკრეტული დიალოგი, ეს დიალოგი იქნება მიმართული მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სუვერენული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და საზოგადოებას მინდა უთხრა, რომ არ არიან მეგობრები არასდროს პოლიტიკაში, მაგრამ არსებობენ საერთო ინტერესები, როგორც ჯერ კიდევ ჩერჩილმა განაცხადა. და მართლაც მე ვიზიარებ ამ პათოსს და ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენი ესე ვთქვათ ინტერესები გავატაროთ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთის ფედერაციას დაველაპარაკოთ, მზად უნდა ვიყოთ, რომ აზრები გავცვალოთ. ჩვენ როდესაც ქონდა ის ეგრეთ წოდებული ურაპატრიოტიზმის პოლიტიკა, მოგეხსენება თუ როგორი ნეგატიური შედეგები გამოიწვია ამ ყოველივე, თუნდაც ტერიტორიების დაკარგვა, თუნდაც რუსეთის ფედერაციიდან დეპორტაცია, როგორი სამართლიანო ფაქტი იყო, ხო ეს ყოველი როს შენ ხედავ შენი ქვეყნის თანამომამულეს ესე ესე ვთქვათ ღირსების შელახვით, რომ ექცევა ნებისმიერი სახელმწიფო რა მნიშვნელობა აქვს ეს ღირსების შელახვა და სხვა არაფერი, ამიტომ ესეთი ფაქტები რო აღარ მოხდეს და აღარ ქონდეს ესეთ ფაქტებს ადგილი, აუცილებელი არის რომ ჩვენ რუსეთთან დაავალაგოთ ურთიერთობა. დალაგებაში გულისხმობ, რომ დიალოგის რეჟიმი უნდა აღდგეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ მუდამ ვიქნებით კონფრონტაციაში, სულ მუდამ ვიქნებით ეგრეთ წოდებულ პატრიოტიზმის რეჟიმში გადასული, რომელიც აბსოლუტურად არ იქნება, აბსოლუტურად მოწყვეტილი იქნება რეალ პოლიტიკისგან და რა თქმა უნდა, ეს ყოველივე წინ ვერ წაგწევს. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპის კავშირი, ну როგორც ჩანს, იქაური ერთეული ლიდერები ცდილობენ, რომ მაქსიმალურად დამძაფრონ სიტუაცია, ჩვენ არ უნდა წამოვიგოთ ამ ესე ვთქვათ ანკესზე და აუცილებელი არის, რომ ეს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის დალაგდეს და დიალოგის რეჟიმში გადავიდეს პირიქით ძალიან ესე ვთქვათ მოუთმენლად ველი ესე ვთქვათ, რომ ოფიციალური პირები ბატონო ნიკოლოზ ერთმანეთს შეხვდებიან და ერთხელ და სამუდამოდ აი ამ პაუზის შემდეგ დაიწყება დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის. თუ კიდე კლავს ვინმე სურს, რომ ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, აი როგორც ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, ხო, მთელ რიგ მამან პოლიტიკოსებს სურთ, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას ჩვენს ქვეყანაში, ამის საპირწონე იქნება, რომ ესე არ გამოვიდეს, რომ ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ რუსეთთან ვსაუბრობთ და უკვე ეს ყბადაღებული თემაც აღარ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ მტერი, რომელიც ჩვენი მტერია, დაინახავს, რომ ჩვენ რუსეთთან არ ვიბრძვით და რუსეთთან ვსაუბრობთ არა მარტო საუბრისთვის, არამედ საუბრობთ კონკრეტული თემებისთვის. ეს თემები, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, რა თქმა უნდა, შეეხება ჩვენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მთელი რიგი ეკონომიკურ საკითხებს თუ პოლიტიკურ საკითხებს. ამიტომ აუცილებელი არის ჩვენ ვისაუბროთ და რატომ არ უნდა ვისაუბროთ, მე ესე ვთქვათ, რიტორიკულ კითხვას დავსვავ იმ ოპონენტების წინაშე, რომლებიც დღესდღეობით იძახიან, რომ რუსეთი მტერია და არ უნდა ვისაუბროთ და მე ყოველთვის მაქვს ხოლმე ესეთი პასუხი, რომ კარგით თუ არ უნდა ვისაუბროთ, მაშინ რა არის თქვენი მოსაზრებით ალტერნატივა და მათ არანაირი პასუხი არ გააჩნიათ ხოლმე. ამიტომ ალტერნატივა არ არსებობს გარდა ერთისა დიალოგისა. ყველას უნდა ვესაუბროთ. კიდევ ერთხელ ვიძახი, საერთაშორისო ასპარეზზე არ არიან მეგობრები, უნდა ვეძებოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამტარებლები და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სწორედაც ისეთი გონივრული პოლიტიკა ვაწარმოოთ სამეზობლოში, რომ ეს საფრთხეები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს, რომ მეორე ფრონტი გაიხსნება ჩვენს ქვეყანაში, მინიმალურ დონემდე უნდა შემცირდეს. ძალიან სწორია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ
იმ პროპაგანდას, მაშინ როდესაც ეს პროპაგანდა იყო არაყვა და ესე კონსტრუქციულად, მაქსიმალურად კონსტრუქციულად პირადი წნეხის საფუძველზეც კი ფაქტობრივად თავად ტვირთად აიღეს ეს ბულინგი, ეს მთელი რიგი სანქციები, მთელი რიგი უსამართლობა, რომ ჩვენ ქვეყანა გადარჩენილიყო და არ ჩათრეულიყო იმ შავ მორევში, რა მორევშიც არის ჩათრეული უკრაინა და უამრავი გვამებს ხედავს უკრაინის ტერიტორიაზე და ესეთი რამ რო არ მოხდა ძალიან კარგი და მესასალმებელია და დარწმუნებული ვარ ბატონო ნიკოლოზ, რაც უფრო დრო გავა, უფრო საზოგადოება უფრო ნათლად შეაფასებს. ანალოგიურად მეც, პირადად მეც რამის შეცდომაში შევედი თავიდან, როდესაც ეს კონფლიქტი დაიწყო და რამის ესე ვთქვათ აუყევი იმ პროპაგანდას და მადლობა ღმერთს რომ მაინც გაუძელი და ეს იქ ვარ, სადაც ვარ რომ ვიძახი რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არ უნდა გადაეშვას აი ამ შავ მორევში, სადაც ჩვენი ქვეყნის ისედაც ესე ვთქვათ მწირი ეკონომიკა შესაძლებელია უფრო მწირი გახდეს. ეხლა ძალიან მალე უამრავი დიდი კომპანია თუ დიდი ესე ვთქვათ ინვესტორია დაინტერესებული ჩვენი ქვეყნისთვის და აი ამ ადამიანებს, აი ამ კომპანიებს უნდა გაეხსნათ კარები. ასევე მოგეხსენებათ რომ ჩინური საფინანსო ორგანიზაციები, მათ შორის ბანკები დაინტერესებულები არიან ჩვენი ქვეყნით და აი ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ოღონდ ეს უნდა იყოს ეფექტური მიმართულება, ეფექტურად უნდა განმახორციელოთ ეს ყოველივე და დარწმუნებული ვარ რომ იმ პრობლემებს მოვაგვარებთ, რა პრობლემებიც, საშინაო პრობლემები გვაქვს. კი ბატონო. აი ხა უკრაინა ახსენეთ და გუშინა ეს ვაშბატონი, რომელიც ჩვენ ყოველდღიურად მოძღრავს ზოგჯერ უკრაინიდან, ზოგჯერ ესე იგი სტრასბურგიდან გამოდიოდა ესე იგი დიდი საქართველოს პატრიოტივით და ესე იგი განცხადებებს აკეთებდა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ძირფასო მეგობრებო, ძირფასო ძმებო, აღძეგ საქართველო, იბრძალი საქართველო. This is the moment. საქართველო გაუმარჯოს. დიახ, აი ესეთი ადამიანები, რომლებიც პოპულისტობენ, რომლებიც ახლა ვითომ ჩვენ ეროვნულ გზნობებზე თამაშობენ, სინამდვილეში მიზნად ისახავენ, რომ ჩვენთან მეორე ფრონტი გაიხსნას. აღზრდეთ საქართველო, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ დასაბრუნებელი ბევრი რამე გვაქვს, მაგრამ უკრაინა არის აღსადგენი ყველაზე მეტად. ჩვენ კიდე რაღაცა გვეშველება, აი თქვენ რა გეშველებათ. თქვენ საქმეს მიხედეთ. თქვენი მიზანი არის, რომ საქართველო გახსნას აქ მეორე ფრონტი და ჩვენც იგივე ბედი გვეწიოს, მაგრამ ამას ვერ ეღირსებით, ეს არაფრით არ გამოვა და ეს არ განხორციელდება, იმიტომ რომ ჩვენ ვითომ მეგობრები გვყავს თავისი რაღაცნაირად განცხადებები, მაგრამ მეგობრები კი არ არიან ესენი. ესენი არიან ჩვენი მტრები, რომლებმაც ვერასდროს ვერ დაინახეს ის დახმარება, რომელიც გაუწიეთ ჰუმანიტარული, ის დახმარება, რომელიც გაუწიეთ პოლიტიკური, მიუხედავად ამისა, მაინც ყოველთვის აი რაღაცნაირად აი მორიელივით იკბინებიან და ბატონო ნიკოლოზ გაგაწყვეტინებთ და თქვენთვის ცნობილი იქნება თუ რამდენი თანხა შეგროვდა უკრაინაში გასაგები. მაგაზე ვსაუბრობ, ამ დახმარებაზე. მაგრამ ის თანხა ეგ არის კიდე მეორე პარადოქსი, რომ სრულად არ ჩასულა უკრაინამდე. ანუ ვინც შეაგროვა, ეგრეთ წოდებული ვინც აგროვებდა, ხო? იმათში დაიკარგა ძალიან სოლიდური თანხები. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ეს ყველაფერი ეს ომები, ეს უბედურებები, რაც ქვეყნებში ხდება, ეს თქვა გარე ძალების ჩართულობით, ბევრი ადამიანი ითმობს ხოლმე ხელს და არ უნდა მივცეთ ჩვენს ქვეყანად იმის ჩვენს ქვეყანაში იმის შესაძლებლობა ჩვენს მტრებს, რომ სიტუაცია არიონ და ხელი მოითმონ. ამიტომ გონს უნდა მოვიდეთ ჩვენ, ეხლა არ არის დრო, ის დრო, რასაც ეგრეთ წოდებული ოპოზიცია გაიძახის, რომ ჩვენ გვჭირდება რევოლუცია, ჩვენ გვჭირდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ჩვენს ქვეყანაში გვჭირდება რაღაც გაფიცვები და გამოსვლები. ჩვენ ეხლა ჩვენს ქვეყანაში არის დრო ის, რომ მართლაც და
დავსხდეთ და დავიწყოთ დიალოგი. ამისთვის უნდა მომემზადოთ ხალხო. დიალოგის გარეშე არ არსებობს პოლიტიკა. თუ ჩვენ ერთმანეთში არ ვისაუბრეთ, არა თუ პოლიტიკა, არამედ არანაირი ურთიერთობა არ არსებობს. ნიკოლოზ, ნებისმიერი მტერი რომ მტერიან მტერს უნდა ელაპარაკო, რომ ეს პრობლემა მოაგვაროთ, თორე მაშინ მთელი ცხოვრება მტერი იქნება. კი ბატონო, გეთახმების აბსოლუტურად და ეხლა ჩვენ გადაცემაში ჩაგვერთვება ანალიტიკოსი, ექსპერტი ქალბატონი მაია ნიკოლეშვილი, რომელთანაც გავაგრძელებთ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს. მოგესალმებით ქალბატონო მაია. მოგესალმებით ნიკოლოზ, მადლობა მოწვევისთვის. ქალბატონო მაია, როგორც ყოველთვის საინტერესოა თქვენი პოზიცია და ჩვენი მაყურებლისათვის, რაც ხდება მიმდინარე პროცესები, აი გუშინ ჩვენ ვაანალიზებდით პროცესებს და თქვენს გვინდა კითხოთ აი მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც იქნა მიღებული ევროსაბჭოში ჩვენი საქართველოს მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით, რაც გამოიწვია იმ რეზოლუციამ, რომელიც მიიღო ევროპის საბჭომ. აი თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესებს, თქვენი თვალსაზრისით როგორი არის, რომ აი რამდენად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და რა მოყვება ამ ყველაფერს თქვენი აზრით? ნიკოლოზ, ნებისმიერი მოქმედება მით უმეტეს ასეთ სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა დავინახოთ იმ რაკურსში, რას ვიღებდით პოზიტივს და რას ვკარგავთ, ხო? გავიხსენებ უბრალოდ ძალიან კარგი მაგალითი იყო და დროის შესაბამისი, ასე ვთქვათ. დღეს ზოგადი დრო უნდა განსხვავდეთ, თუ რა ხდება მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, თუ რა სტრუქტურები რჩება, რა სტრუქტურები ინგრევა და რეალურად გავასწროთ, თვითონ აბიჯით მაინც დავასწროთ იმ მოვლენებს, ვიდრე ის ლოდები ჩვენ დაგვეცემა, გავეცალოთ მაინც. აი მე მაგალითად დავინახე ლუკაშენკოს ნათქვამი რომ იყო, გასწოთ თუ არ გვაღიარებთო თუ არ მაღიარებენო, არც მე ვაღიარებო დაუშვათ ამერიკის პრეზიდენტს, მე რა შეიცვლებაო, ბრიტანეთის პრემიერსო საერთოდ არ ვცნობ, მე რა შეიცვლებაო, მე მაღიარესო ქართულმა ბელორუსმა ხალხმა მაღიარაო და აქედან გამომდინარე მე ბოდიში და სუფეხებზე მკიდიაო, მე ფიალეტოვა, რა სიტყვით თქვენო. ნახეთ, ეხლა დღევანდელი აი ეს ნაბიჯი, რას ვიღებდით ჩვენ იქედან პოზიტიურს? არაფერს არ ვიღებდით, უბრალოდ იყო დრო, როდესაც სავალდებულო იყო ეს ბორკილი, რომელიც ჰქონდა და სხვანაირად ძალიან ბევრ ცუდს გაგვიკეთებდნენ და ეს იყო გარკვეული შემაკავებელი, თორე რეალურად დადებითი კონკრეტული. ჩვენ ახლა ძალიან ძნელად ჩამოითვლება, რომ თქვა, რომ აი ამდენი პოზიტივი მივიღეთ. რას დავკარგავთ, როდესაც იქ დელეგატი, არაფერსაც არ დავკარგავთ, იმიტომ რომ ხედავთ დღეს, აი კალენდარს დახედავ და თუ ადეკვატურია, ახლა ჩვენ ოპოზიციას არ გულისხმობ, ადამიანი ხვდება, რომ ინგრევა ძველი სისტემები მთლიანად ირღვევა. ის უკვე სისტემებიც აღარ არის, ესენი ინგრევაში მოყოლილი ევროკავშირი, ევროსაბჭო, ესენი ინგრევა ყველაფერი და ზოგადად ინგრევა, მსოფლიო წესრიგი ინგრევა. აბსოლუტურად ახალი არქიტექტონიკა არის, მსოფლიოსი შენდება და გადაწყდება. ახლა უსმენდი საინტერესო ანალიტიკას, რომ ალბათ ახალი იალტა იქნებაო, ან თეირანი, როდესაც შეხვდებიან ტრამპი და პუტინის შეხვედრა იქნება ჯერ, როგორც მე ვფიქრობ, და შემდეგ უკვე ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი, ხომ? აი ეს იქნება აბსოლუტურად ახალი მსოფლიოს კონტურები გამოიკეთება. მე ვფიქრობდი, რომ ინდოეთიც იქნებოდა ამ პოლუსებს ვარქმევთ, მაგრამ მოდით რა ვთქვა, ძალიან საინტერესო რამ მიკვეთება. ეხლა ვფიქრობდი ბოლო პერიოდში ცოტა პესიმისტურად შევხედე რას იცით გრენლანდიაზე და პანამის არხზე აი ეს გამოხატული პრეტენზია კი არა, სურვილი და ნუ ის რომ ესე იქნება, ესე გვინდა და ესე იქნება. ცოტა მეუცხოვა მაინც ჩვენ გუშინდელი დღიდან გამომდინარე ილუზია გქონდა ასეთი რომ პატარა თუ დიდი სახელმწიფო რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ თანაბარი უფლებები გვაქვს და რაღაც ამ ილუზიით ჩვენ დიდხანს ვიყავით მიუხედავად იმისა რომ აბსოლუტურად როგორც კოლონია უბრალოდ მე-20 და 21 საუკუნის დასაწყისის კოლონია ვიყავით ხო და ჩვენ ეს ყველაფერი ვნახეთ დღეს როცა ყველაფერი გაიშიფრა, როცა პირდაპირ ბრძანებები მოდის. მაგრამ რა არიცით, ის ჩემი ცოტა პესიმიზმი და გულდაწყვეტა საქართველოს ძალიან პატარაა და აქედან გამომდინარე იყო გულდაწყვეტა. მაგრამ მოდით რა რეალობას შევხედოთ თვალებში. ახალი 21 საუკუნის აი ეს 20-იანი წლების მერე, 25-ია, ხო?
ჩვენ ეხლა ვიწყებთ რას, იცით, შევდივართ ეპოქაში, როდესაც პრინციპში კაპიტალიზმაც მოჭამა უკვე თავის დრო, თუ კაპიტალიზმმა სოციალიზმი დაანგრია და საბჭოთა კავშირი დაშალა და უხაროდა და ფუკუიამას თუ ეგონა რომ ლიბერალიზმი სამუდამოდ იქნებოდა, ლიბერალიზმი არა, პრაქტიკულად კაპიტალიზმის კრიზისია. და ნახეთ საით მივდივართ, აი თუნდაც შევხედოთ განმარტებას, რომ მე მინდა გრენლანდია, მე მინდა ეს, მე მინდა კანადა. ნახეთ, არ არის ეს იმპერიული განცხადებები, რა თქმა უნდა არის. ჩვენ აქამდე პუტინს მიიჩნევდნენ, რომ იმპერიული ზრახვები აქვს. იმპერიული შეიძლება იყოს დადებითი კონოტაციით და უარყოფითითაც, მაგრამ როცა ეს ფაქტია, შენ მოგწონს თუ არ მოგწონს, ვერაფერს ვერ ვცვლი. და მე მაგალითად ესე მეხება, რომ იცით 21 საუკუნის ახალი ტიპის იმპერიების შეცვლიან იმ წყობას, რომელმაც თავი მოიკლა და ლიბერალიზმი იყო ის ხარაკირი, რაც ჩაიტარა ბოლომდე რა. თუ ასეთი იმპერიული გადანაწილება იქნა, რა ევროსაბჭო, რა გაერო, რა ევროკავშირი. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ეს იყო ისეთი ნაბიჯი ღირსებად შევინარჩუნე და გამოვედით. თავარია რომ იცით რა ხაზი ჩანს ის რა 20 წლიდან რა ხაზად ჩვენ ვირჩევთ პრინციპში არა ზუსტად ამ ახალი არქიტექტონიკის არის და ახლა ჩვენ თუ შევხედავთ უნგრეთს და ვამბობდით კიდეც თქვენთან ერთად რომ სადღაც ახალი ევროპული კავშირის ევროკავშირის კი არა ახალი ევროპული კავშირის კონტურები სადღაც სიმძიმის ცენტრი სადღაც ქვევით მოდის სამხრეთისკენ სადღაც ავსტრო-უნგრეთისკენ თქო რა და მე მგონი მართლა ესე ჯდება და შეიძლება უფრო სამხრეთით იტალია და ეს ყველაფერი ამას მიემატოს. ანუ სიმძიმის ცენტრი წამოვა ქვევით და ახალი ევროპული კავშირი იქნება სხვა, რომელშიც შესაძლოა ჩვენი გაერთიანება საინტერესო იყოს. შესაძლოა არც იყოს საინტერესო, იცით, შესაძლოა ჩვენი ნეიტრალიტეტი მართლა ფასდაუდებელი იყოს და ვნახოთ, შევხედოთ, ძალიან სწრაფად იცვლება. ყოველ შემთხვევაში სამი იმპერია, მე მაინც მგონია რომ სამი იმპერია იქნება და ის რაზეც ჩვენ საუბრობდით ადამიანის სოციალური უფლებები ეს ყველაფერი თანასწორობა მოდით რა ეს ყველაფერი გახდება ისეთივე ბლეფი როგორც პრინციპში აღმოჩნდა რომ ყოფილა რა რაღაცა შეიძლება ნათელი პერიოდი არსებობდა მაგრამ ეს ნათელი პერიოდი იყო ხანმოკლე და ეს ადამიანის უფლებები თვითონ ევროკავშირმა გაანადგურა ისე მიიყვანა სრულ სიგიჟემდე რომ თავიც გაინადგურა ამიტომ ის ილუზიები რომ იცით რა, აი თან ნახეთ საინტერესო რა არის ნიკოლოს ჩვენ დემოკრატიას ვამბობდით. კი, ვიცით რომ დემოკრატია ზოგადად სატყუ არა, მაგრამ დემოკრატია უმრავლესობის მმართველობა, ხალხის მმართველობას ნიშნავს და უმრავლესობისას, ხო? ნახეთ რა გაგვიკეთა. დასავლეთმა რომ უმცირესობის დიქტატურა შემოიტანა. და აი ამით საკუთარი თავი დაინგრია, თავის ფეხში ისროლაო რო იტყვიან რა. აი ეს გააკეთა. ანუ დღეს რაც საქართველოში ხედავთ უმცირესობის დიქტატურის სურვილს რასაც ხელს უწყობს სწორედ აი ეს სტრუქტურები, იმ სტრუქტურებში მართლა არაფერი გვესაქმება. და ვემზადებით, ჩემი აზრით, ჩვენ ვემზადებით შემდეგი ისტორიული ახალი ფორმაციისთვის, რომელიც იქნება იმპერიული 21 საუკუნის იმპერია. აი ფაქტორიად, ეხლა აი ხალბათ მაია თქვენ ერთი სწორი რამ შენიშნეთ. აი როგორც კოსოვოს ესე იგი აღიარებით შეიქმნა ახალი პრეცედენტი, რომელსაც საფუძველი მისცა მერე იგივე რუსეთს რომ განეხორციელება თავისი მიზნები, რომელთა ჩვენ დავზარალდით. იგივე ეხლა ამერიკამ აი ყოველგვარი ჩარჩოები მოხსნა რა საერთაშორისო კონვენცია, რა ევროსაბჭო, რა სტრასბურგი, რის რაღაც კონვენცია. ესე იგი კაცი გამოვიდა პირდაპირ აჩაღა. მე მინდა კანადა, მე მინდა გრენლანდია. გინდა კარგი, ესე იგი აღარაფერი აღარ არსებობს. ესე იგი რუსეთმა რეფერენდუმი მაინც ჩაატარებინა იქა იმ დონბასში, რომ მე მინდა შევერთო. ანუ რაღაცა გარკვეულწილად ჩარჩოები დაცული იქნა იქა იმ ტერიტორიებში, აფხაზეთშიც რაღაცა რაღაცა ეს პირდაპირ ესე იგი მეო თუ არ შემოვაო ეს კანადა ჩემთანო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებო თუ საჭიროა სამხედრო გზითო იქ იმ გრენლანდია ესე იგი ამის მერე როდესაც ეხა ჩვენ ვლაპარაკობთ იცით რა არის 2x2 4-ია რომ ეხა ქალი და კაცი
ქალია, კაცია და აქ გაგიჟდე ვაიმე ტრამპმა რა თქვა. ტრამპმა ფაქტიოდ სოფლიო უსაფრთხოებას, სოფლიო წესრიგს ძირი გამოუთხარა. აი ამ თავისი განცხადებებით, იმიტომ რომ ეხა შენ თუ გრენლანდია გინდა და შენ თუ ის გინდა, რა ქვია, კანადა, აგერ გამოვა თურქეთმა, ეგერ დაიწყო იქ უკვე ფაქტობრივად პროთურქული ძალები არის იმ სირიაში და სირია წაიღო. ეხლა იქ ვიღაცა იტყვის ის მე მინდა. და ესე იგი ფაქტობრივად ამ ტრამპმა ფაქტობრივად მისცა მწვანე შუქი მსოფლიო ახალ გადანაწილებას. ბატონო ნიკოლოზ, რა არის ითქმა მსოფლიო ახალი გადანაწილება პრინციპში დაიწყებოდა და მაგრამ ამან ოფიციალურად დაიწყო უკვე. რა არის ის რომ ამ წუთას ტრამპი არის ძლიერი ფიგურა და ამბობს როგორც იტყვიან ის თავზე წერტილი დასვა, ანუ გასაგები გახადა. ბოდიში შეგაწყვეტდი ძლიერი ფიგურა არის თუ არა, ეგ კიდე გამოჩნდება. ეხა ერთ რამეს გეტყვით რა, პირველ საპრეზიდენტო, აი, როდესაც იყო მმართველობა მისი, თქვენ გახსოვთ როგორ ბაქიბუქობდა იქ სამხრეთ კორეის ლიდერთან დაკავშირებით და ბოლოს ჩავიდა და კაი ბიჭი ხარო და ხელს უთათუნებდა, იმასაც კი ვერაფერი ვერ გაუკეთა. შიგნით პრობლემები ვერ გადაწყვიტა. ჩვენ დავინახეთ რომ პირველი საპრეზიდენტო ეს თავისი ეს მმართველობა იყო აწარუმატებლობა, იმიტომ რომ შიგნითაც ვერაფერი ვერ ქნა, ვერც გარეთ ვერ ქნა. ხო და ეხლა როდესაც ვამბობთ რომ ტრამპი ძლიერია, აგერ არის ბურთი და აგერ არის მოედანი, ნახავთ ერთი რა ძლიერიც არის. ძლიერი ფიგურა არის რატომ ნახეთ, წინა მმართველობის დროს, პრეზიდენტობის დროს არ იყო მომზადებული სისტემა. ანუ სისტემას დაუპირისპირდა და დამარცხდა სისტემასთან და ვერ გააკეთა. მეორე აი ამ არჩევით უკვე რაც სისტემა სახელი დაარქვა და მის გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც ეს არის დიდი ოლიგარქიული გადანაწილება თვითონ ამერიკაში. დიდი ოლიგარქიული ცვლილება, ოლიგარქებს შორის მოდით ვთქვათ, პირდაპირ არის ოლიგარქიულ ჯგუფებს შორის, deep state-ი დავარქვათ, ჩრდილოვანი მმართველობა დავარქვათ, აჯანყებული ბიუროკრატიაც დაუმატოთ. იქ წავიდა თვითონ გადანაწილება. აქედან გამომდინარე, გარკვეული ჯგუფი არის ტრამპის მხარეს, პირველი პრეზიდენტობისას მას ასეთი გუნდი არ ყავდა. ახლა გარკვეული ჯგუფთან, ვთქვათ ესე უხეშად რა, გაიასნებულია უკვე და გარკვეული ჯგუფი სილიკონის ველიდან დგას მის გვერდით. და საკმაოდ ძლიერი ჯგუფი. და ამიტომ ამბობ ძლიერი ფიგურა, თვითონ პერსონა კი არა. ძლიერი ფიგურა მას ყავს ამ არჩევნების შემდეგ მას ყავს გუნდი. და ეს გუნდი ძლიერი არის. ამას სადაო არ არის, მაგრამ ხედავთ ღიად განაცხადა ასეთი რამ. თურქეთის თუ ხედავთ რატომღაც სირიაში უცებ გადადუნდა ყველაფერი. ისრაელი, რომელიც აი ამდენი ხანი რაღაც საოცრებებში შედიოდა, ხო? და საოცარი მსხვერპლი, უცებ დადუნდა აქაც ყველაფერი. თითქოს გარემდებულია სამყარო ელოდება ამ ახალს. იცით რა, თურქეთს პანთურქიზმის იდეებით აღარავინ გაუშვებს ბოლომდე, უკვე ესეც სიგნალია. თურქეთი აქ დამხრუჭდება და უკვე გასაგები გახდება, ჩემი აზრით, გასაგები გახდება, რომ სამ ვეშაპზე დგას უკვე სამ იმპერიაზე და იმპერიათ მიჩნეული იქნება, მაგრამ იმპერიული იქნება ეს ყველაფერი. იმპერიული ამბიციებით, ეს იმპერიული იყო ეს, რომ კანადა მინდა, აი მინდა და მორჩა. ეს იმპერიულია, ჩვეულებრივ იმპერიულია და იმპერია რას აკეთებს? მანდამე ცუდი კი არ არის, თავის შიგნით აძლიერებს. ესეთი იყო რუსეთის იმპერია. ასეთი იქნება ჩემი აზრით შემდეგი აი ეს ეტაპი ისტორიული და საქმე იმაშია რომ ჩვენ აქ ამ შემთხვევაში ჩვენ რომელ ხაზს ავირჩევთ, ну კი ხაზი არჩეულია, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყდება სხვაგან. ეს ცოტა გულსაწყოთი არის, მაგრამ ის რომ კუბას რუსეთი არ მოითხოვს გაანებეთ თავი. მე არ ვამბობ იმპერიაში შესვლას, გაერთიანებას, არა, მოინიშნება ტერიტორიები, სადაც იქნება ინტერესები. და ეს იქნება ძალიან გასაგები და როგორ გითხრათ, წინააღმდეგობას, ახლა ამ შემთხვევაში კანადის არ იყოს წინააღმდეგობას, ძალიან ცოტა აზრი ექნება რა, მით უმეტეს პატარა ქვეყნების მხრიდან. სამწუხაროდ ეს სურათი შექმნეს აი ლიბერდებილებმა რა, რომლებმაც მიიყვანეს აქამდე. არა, ერთი რამე არის, ახლა კი რა თქმა უნდა, დიდი ქვეყნები ბევრი და წვიტავენ, მაგრამ არც ისეა თლაც საქმე, რომ ჩვენ ხელები უნდა დაუშვათ და არაფერი არ ვაკეთებთ. იმიტომ რომ იცით რა არის, ჩვენი მეფეები ცდილობდნენ რომ უცხოეთში რაღაცა მოეპოვებინათ, გავლენები დაერწმუნებინათ და რაღაცნაირად, აი ხა იგივე ერეკლე მეფეს მონდომება რომ არა,
ეხლა ელეკლე მეფე რომ დამდგარიყო და ელოდა სიტუაციისთვის ვინ რაღაც გადაწყვეტდა. არა, მე და თქვენ თურქულ ენაზე ვისაუბრებთ, ხო, რა თქმა უნდა, თურქულ ენაზე და ეხლა იცით რა არის, აგერ ეხლა კაცმა არაფერს ვერ კი პატივს წემ, მაგრამ ქართველობა აღარ გვექნებოდა. 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატით გადარჩა საქართველო და ამიტომაც ემძვიან ერეკლე მეფეს. ამიტომაც არის აქ ანტირუსული განწყობები და მე ვერ ვიტყვი რომ ამ ანტირუსულ განწყობებს მარტო დასავლეთი უწყობს ხეს. ამ ყველაფერს დიდწილად უწყობს ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნები, რომლებსაც არ აწყობთ ქართულ-რუსული ურთიერთობების დალაგება. და ამაში, მაგრამ ეხა ერთი რამე არის, კაცო, რომ ამ კაცმა მე სიმართლე რო გითხრათ აი ამ ტრამპთან დაკავშირებით, ხო? მე მაინც გონია რომ ცოტა არ იყოს ძალიან სკეპტიკურად უყურებ, იმიტომ რომ ეხლა გამოვიდა ილონ მასკი თქვა რომ ირანიო ძალიან კარგი არისო სავაჭრო ურთიერთობებისთვის რომ ამ დროს ტრამპი სხვა რამეს იძახის ხან მერე ამბობენ ხან რუსეთთან დავალაგებთო ურთიერთობასო მერე გამოდის და რუსეთთანო თუ კი ვერ დავლაგდებითო სანქციებს დაუწესებთო მერე ლაპარაკობს იქ იმაზე ჩინეთზე ერთს მერე ანუ ურთიერთსაწინააღმდეგოს ლაპარაკობს ხან ერთს იძახის ხან მეორე ბატონო ნიკოლოზ აი ნახეთ რა არის საქმეც მაგაშია მოდი თქვენი წინა ძალიან საინტერესო ის ქონდათ სვა ასე ვთქვათ მსჯელობა რომ ჩვენი მეფეები საით მიდიოდნენ მეფე ერეკლე საწავიდა მეზობელთან ორ მეზობელს შორის ორ უშუალო მეზობელს შორის გააკეთა არჩევანი რუსეთის და თურქეთის ნუ აი იყო ორივე იყო გეოგრაფიული მეზობელი სულხან საბარო ჩავიდა რა ჩამოიტანა არც არაფერი ხომ აქ ამ შემთხვევაში სწორედ სამეზობლოზია საუბარი თუ ჩვენ ამ შემთხვევაში გონებას გამოვიყენებთ და შევხედავთ რომ მართავენ ამერიკაში მართლობაში მოვიდნენ ბიზნესმენები კი ბატონო დღეს ერთ სიტყვიან მეორეს ისინი ბიზნეს გარიგებას ამზადებენ მათ ისინი არ არიან პოლიტიკოსები თავისი ბუნებით არც ნეომარი პოლიტიკოსები არც ქორები არ არიან ისინი არიან ბიზნესმენები მათი ხედვა ასეთია ისინი გარიგებას გააკეთებენ კი შეიძლება დღეს ესე თქვან შეიძლება ძალიან გაამძაფრონ გარიგების წინ სიტუაცია და შემდეგ გარიგდნენ ესეც გარიგების სტილი არის გააჩნია რა სტილი აქვს ის როგორი სტილი აქვს ბიზნესის წარმოების და აი რაღაც გარკვეული მოლაპარაკების წინ ვინ რას ამბობს ეს ჩვეულებრივი მოლაპარაკების მზადება არის გარიგების მზადება ამას პირდაპირ ძელკას უძახის თვითონ ტრამპი და არ არის ეს გასაკვირი მაგრამ რა იქნება ქაღალდზე და რას მოილაპარაკებენ მეორეა მე მაგალითად ძალიან ეჭვი მეპარება რომ ამერიკას კონდეს შორი ინტერესები თვითონ მეთიუ ბრაიზერს უსმინებთ კი ხა მეთიუ ბრაიზერ არ არის ჩემთვის დიდი ისეთი ავტორიტეტი მაგრამ თქვათ იგივე მირშაიმერი პროფესორი ჯეფრი საქსი პროფესორი ისინი ფიქრობენ რომ ტრამპი არ უნდა გაიქაჩოს იმ ხელაზე უფრო თავის სამეზობლო და მით უმეტეს სამხრეთ ამერიკა უფრო იქნება მისი ინტერესის საგანი კი გარკვეული ინტერესები იქნება მაგრამ მე მაინც მგონია რომ იმპერიული გადანაწილების პოლიტიკა წავა ეს არ ნიშნავს იმას რომ იმპერიები შეიწოვენ ყველა სახელმწიფოს მით უმეტეს რუსეთს ეს ინტერესი ალბათ ნაკლებად ექნება იმიტომ რომ ამ ომის მერე მას დასავლეთ უკრაინის აკიდება არ უნდა ჩამოკიდება აღარ უნდა კისერზე და აქ ჩამოიკიდოს მთელი ტერიტორიები და არ ჩინოს არა ალბათ ესე არა უბრალოდ ის რაც გარანტირებულად ნეიტრალური იქნება და საფრთხის არ შემქმნელი მისთვის და მისი ეკონომიკური ინტერესების ხელშემწყობი მე მგონი აქ მეზობლური კარგი პოლიტიკა შეიძლება ჩამოყალიბდეს და თუ ჩვენ შევძლებთ და ისე მოწიფული აზროვნებით სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო თუ გარკვეული ნეიტრალიტეტის კალში, რგოლში ჩავჯდებით, არა, ალბათ ეს იქნება ჩვენი რეგიონი არის. აქ თავარი ჩვენი უსაფრთხოება კიდია რეგიონი. გასაგებია, მაგრამ უყურეთ რა ხდება ახლა გუშინ სხვათა შორის მე სტუმრად ყავდა ირაკლი გოგავა. და მანაც ეს ისაუბრა რომ აიო ეს დიდი მოთამაშეებიო ჩინეთი, ეს რუსეთი და ამერიკაც და შეთანხმდებიანო იმაზეო რომ საქართველო იყოს ნეიტრალური ქვეყანა. ეხლა იცით რა არის? ეხლა საქართველო თუ იქნება ნეიტრალური, ამას რა თქმა უნდა ეხლა ორი აზრი არ არსებობს რომ მისასალმებელია, იმიტომ რომ ამით უფრო მოვიგებთ, მაგრამ მე რატომღაც გონია რომ ეს თლათ ასე ვერ გამოვა, იმიტომ რომ როდესაც აქ არსებობს უკვე ჩვენს ტერიტორიაზე რუსული ბაზები, ხო? ეს არის რეალობა. და ეხლა შენ თუ გიაქვს სურვილი რომ შენ ტერიტორიების საკითხი გადაწყვიტო,
მაშინ ეხა იქ რუსეთი თავის ბაზებს იქიდან არ გაიყვანს. ეს გამორიცხულია. მე არ ამგონია, მე არ ვიცი ხა შეიძლება ვწდებოდე, მაგრამ არ ამგონია რომ ეს გააკეთოს. არა, ამერიკული ბაზებიც გვაქვს, აგერ აზიანი ვიცია, ამერიკული. ხო და არა ნეიტრალური თუ ხარ, მაშინ არც ერთი ბაზა არ უნდა იყოს. არა, თუ ნეიტრალიტეტი, ხა შვეიცარიაზე შეთანხმდა მთელი მსოფლიო რომ იყოს ნეიტრალური. შვეიცარიაშიც არ არის, არც აბა ეხა ნეიტრალიტეტის სტატუსი რა არის, რომ უნდა იყოს ყოველგვარი ბაზებისგან თავისუფალი, ხო? თუ ახლა აქ ბაზები იქ და იმისი, ამისი მაშინ აღარ გამოდის. მაშინ ნეიტრალიტეტი რანაირად გამოდის? ანუ ნიკოლოზ, მომისმენთ, მოდით საუბრის დასაწყისშივე ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ის საერთაშორისო კანონმდებლობა, რომელიც აქამდე მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი, აღარ ემუშავებს ნეიტრალიტეტსაც და შეიძლება ნეიტრალიტეტს მიუმხრობლობა დაერქვას. ან სხვა, მაგრამ მე მაინც საქართველოს ნეიტრალიტეტს ცალკე არაფრით არ ვიფიქრებდი, ეს რეგიონული შეიძლება მიუმხრობლობა, შეიძლება ნეიტრალიტეტს სრულიად ახალი დეფინიცია მიეცეს. სრულიად ახალი დეფინიცია მიეცეს, იცით? და დაიშვას ის, რომ მაგრამ მარტო საქართველოსას მე ვერ წარმოვიდგენ, ეს საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი. აი ამ შემთხვევაში, თუ ეს ერთიანად რეგიონულ სამხრეთ კავკასიის მიუმხრობლობა დაუშვათ, ან დავარ ვთქვათ, შეიძლება ეს ნეიტრალიტეტს ნიშნავდეს, რაღაცა მსგავსი. ყოველ შემთხვევაში მე უფრო რეგიონულს ხედავ და ამ შემთხვევაში ეს ჩვენთვის ყველაზე კარგი ვარიანტი ჩვენი გადარჩენის და წინსვლის იქნება ეს. მე აი დღევანდელი კონტურები უკვე გონია რომ დღევანდელი კონტურებით ეს უნდა გამოიკვეთოს. იმდენად გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანია ეს რეგიონი, რომ დასავლეთისთვის, აღმოსავლეთისთვის, ჩრდილოეთისთვის, სამხრეთისთვის ერთნაირად სასარგებლო გახდება. აი, ამიტომ ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს შესაძლებელი გახდეს. ბრძოლას რო ამერიკა არ დაიწყებს საქართველოსთვის, ამას ახლა დებილების მეტი ყველა ხდება რა. ახლა თქვენ ახსენეთ ქალბატონო მაია ლუკაშენკო და ბელორუსი. მე ასე მგონია, რომ ჩვენ იმიტომ გადავრჩით და მოვედით აქამდე. რომ რუსეთთან ურთიერთობამ და რუსეთთან მჭიდრო კავშირებმა გადაგვარჩინა. იგივე აჭარის, გურის, ჯავახეთის დაბრუნება. არა, მან ორი აზრი არ არის აბსოლუტურად. და იცით რა არის? მე მაინც გონია, რომ აი ნეიტრალიტეტი რატომღაც არ იმუშავებს აქ, იმიტომ რომ რუსეთისთვის, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ახლა რაღაც გარკვეულწილად დასალაპარაკებელი ეხა როგორ შენი ტერიტორიები არის ეხა მის დაქვემდებარებაში და შენ თუ გინდა რომ მას დაელაპარაკო რომ იცით რა დამეხმარე მე რომ ტერიტორიები რა აღვადგინო მაშინ ის გეტყვის ეხლა შენ რო უთხარ ვაი მე ნეიტრალიტეტი ვიქნები და ნეიტრალური ვიქნები და მაგაზე არ წამოვა რუსეთი მე ესე მგონია იმიტომ რომ ერთადერთი რუსეთი თუ წამოვა იმ შემთხვევაში წამოვა თუ კი გათვალისწინებული იქნება მისი ინტერესები. თქვენ გახსოვთ ალბათ ის აჭარაში ითხოვდა ანტიტერორისტულ ცენტრს, რომელიც ქართულ-რუსული იქნებოდა და ეხლა იცით რა, იმისი არ იყოს, რა ქვია, ფილმი რო არის, ხო იცით ეს პირველი მერცხალი. წავიდეთ ამერიკაში და ესე იგი თელი ვერც ფიქრობენ ამ ამერიკას სად არის და ჩვენ სადა ვარ და რაღაცა და იცით რა არის? მე მინდა ის ოქროს თევზები მინდა კიდე ის ეხი გინდა კარგია მაგრამ რეალობა შეხედე სად ახარ გესმით და ამიტომ რაღაცა ეცით ეს ნეიტრალიტეტი ეხა ზოგს ისიც ჰქონდა ლოზუნგი მახსოვს ნატოსკენ რუსეთის გავლით გახსოვთ ეს ლოზუნგი ესე იგი ცირკი და კომედია რა ერთ-ერთ პარტიას ჰქონდა ესეთი ლოზუნგი ესე იგი აი ავიცი მე ნატოსკენ რუსეთის გავლით რომ ანუ რუსეთთანაც ყველა შეთანხმდებაო კიო კაცო რუსეთიც დათანხმდებაო იმასო რომ საქართველოს იყოს ნატოში აი ამისთან აბსურდი ინფანტილურია ხო ესეთი და აი რაღაცა იცით რეალობად რო თქვა რეალურად რო თქვა იცით რა როგორც აი ღირსებით ევროპაში ვერასდროს ვერ შევიდოდით და ეს იყო მოტყუება გახსოვთ ეს ლოზუნგი წინასაარჩევნოთ იყო ღირსე ხო დავინახეთ რა ღირსებით გამოვიდა ხო მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ამ ლოზუნგის იმიტომ რომ აი შენ რო ეუნები ბოდიშ საზოგადოებას რომ ღირსებით მიდიხარ რანაირად მიდიხარ ეხლა ღირსებით ევროპისკენ როცა იმ ევროპას არაფრად არ მიაჩნიხარ იქ არის როგორი მორჩილება რომ მონა უნდა იყოს სხვანაირად არ გამოდის და ეს ღირსებით შევედი ჩვენ 45-ში
ევროპაში. აი მაშინ შევედით მართლა ღირსები და სხვადასხვა ვერ შევალთ ღირსები და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ არ გამოვა ეგა და რაღაცა ილუზიებით ნუ კი ბატონო რაღაცა შეიძლება რაღაცა მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რაღაცა ჩვენი ტერიტორიული საკითხი გადავწყვიტოთ რაღაცა წინ წავიდეთ რაღაცა ისა ეგ არ იმუშავებს მე ვფიქრობ რომ აქ ჩვენ სხვა მიმართულებით უნდა გადავდგათ და ბიჭი რასაც 25 წელია ვლაპარაკობ მე რომ რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა ოღონდ სხვანაირად მინდა დაგეთანხმოთ იმაში რომ აჭარა რომ დღეს საქართველოა ამაში რუსეთის იცით როგორ რუსეთის ფაქტორი არის დღეს აი დღეს დღევანდელ დღეს უკვე 31-იან 31-ია ხო და აი დღეს რომ აჭარა საქართველო არის ეს რა თქმა უნდა რუსეთის ფაქტორი აქ არის უდიდესი იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში გადაგვივლიდან ელემენტარულად მეორე თქვენი იურისტი ბრძანდები და რა თქმა უნდა გაქვთ ეს საერთაშორისო კანონმდებლობა მაინც თქვენთვის ძალიან პატივსაცემი არის მაგრამ ინგრევა ბატონო ნიკოლოზ ეს ყველაფერი და რუსეთს აი ჩვენ საუბრობთ ესე ჩვენ დაველაპარაკოთ მოდით რა გადაწყდება პირველი ტური ჩატარდება ვთქვათ მომავალ იმპერიების პირველ პირებს შორის ამის მერე წამოვა უკვე ესეთ ის დოკუმენტები რომლებიც ახლა როდესაც ამერიკა გეტყვის რომ არ მაინტერესებს ბატონო და როცა არანაირი შინ და შიგ ევროპა არ იქნებაო ჩვენ დავждებით და ვისაუბრებთ იმიტომ რომ ეს იქნება რეალობა და მოცემულობა როგორ გადაწყვეტენ მე მაინც აქ ვარ რომ ეს ჩვენი ხო მაგრამ აი ქალბატონო მაი ბოდიში რო გაწყვეტ აი თქვენ ამბობთ რომ არა თქვენ ამბობთ რომ აი გეთანხმებით კიდე ერთხელ არა დიდი ქვეყნები რო წყვეტენ არა დიდი მოთამაშეები რო წყვეტენ გასაგებია მაგრამ უყურეთ რა ხდება დიდი აი თქვენ ამბობთ რომ ჩვენ რო დაველაპარაკებით ამას იმდენად აზრი არ აქვს დღეს აზრი არა იმიტომ რომ მაინც ისინი გადაწყვეტენ ამიტომ რომ ჩვენ დალაპარაკებით ხო სწორად გავიგე კი ხო და აი უყურეთ რას გეტყვით ახლა მე იმპერიული ხდება მეთქი ხო გასაგებია მაგრამ იცით რა არის როგორ გადაწყვეტენ არა უყურეთ ერთი წამით როგორ გადაწყვეტენ მაგასაც აქვს მნიშვნელობა აი ეხლა ის ერეკლე მეფის მაგალითი რო ავიღე კაცო გასაგებია მაშინ სხვა პერიოდი იყო მაშინაც იყო იმპერიები კი მაშინ არ იყო ატომური ბომბი იმ 1793 წელს მაგრამ მაშინაც იყო რუსეთის იმპერია მაშინ იყო ოსმალეთის იმპერია იგივე სცენარია მაშინაც დიდი მოთამაშეები იყვნენ საქართველოს იყო პატარა. ანუ არაფერი არ იცვლება მსოფლიო ისტორიაში, არაფერი არ იცვლება როგორც იყო მაშინ, ისევე არის ეხლაც, ხო? და მაგრამ აქ ერთი რამე არის, უყურეთ, ჩვენ რო ერეკლე მეფეს, ერეკლე მეფისთვის არავის არ უთქვია, რომ წადი შენ და რუსებს დაელაპარაკეო. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და გადარჩა. კი ბატონო, ისინი გადაწყვეტა, შენ რომ მიხვალ რუსებს და დაელაპარაკები და ეტყვი, რომ მე ვიქნები შენთან, ვიქნები პარტნიორი, დაარწმუნებ იმაში, რომ მისი ერთგული იქნები და დაიცავ მის ინტერესებს, შეიძლება სხვანაირად გადაწყდეს შენი საკითხი. არა, ბოდიში, შენ და სასიკეთოდ გადაწყდეს და არა ისე, რომ შეიძლება გადაწყდეს როგორ იცით, რაღაცა ჩამოგათალონ ნაწილებად და ვიღაცა სხვას მისცეს. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით ესეთი რაღაცებით მომختარა რა, მაგალითად იგივე ლორეს მაგალითი, იგივე მაგალითად ჰერეთის მაგალითი, ესეც ხო რაღაცა გადაწყვეტილა ესე და ამიტომ მე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა დიდი მოთამაშეები ბევრს გადაწყვეტენ, მაგრამ ჩვენ პოზიციას ჩვენ რას ვეტყვით, ჩვენ როგორ დამოკიდებულა აქვს ამასაც მნიშვნელობა, იმიტომ რომ როგორ არა, აქვს უდაოდ ესე აი არასდროს არ ყოფილა ესე არც ერთი ქართველი მეფე არ ყოფილა ესე ფეხი-ფეხ გადადებული და არ უფიქრია იმას, მოდი ახლა რას გადამიწყვიტავს ისინი, ყოველთვის ჩვენ თვითონ ვაქტიურობდი და ამიტომ ახლა აი აზერბაიჯანის მაგალითი ავიღოთ, ახლა ალიევმა რომ დაიბრუნა ყარაბაღი, იმიტომ დაიბრუნა თვითონ იაქტიურა, ხო? და მოთამაშეებს არ გადაუწყვეტია, დიდ თვითონ იაქტიურა და ჩვენ თუნდა ვიაქტიურა თურქეთს დიდი როლი ჰქონდა მან და მოთამაშეებს დიდი როლი ჰქონდათ. ხო, მაგრამ ის აქტიურობამაც განაპირობა. არა. ეს რუსეთ-აზერბაიჯანის გადაწყვეტა არ არის, აქ რამდენიმე სერიოზული მოთამაშე. გავიგე, მაგრამ აზერბაიჯანმაც დიდი როლი ითამაშა ეხლა. რა თქმა უნდა. ბატონო ნიკოლოზ, იცით რა არის? რასაც თქვენ ბრძანებთ, მე არ ვამბობ რომ პასიურად დაჯდე და რას გადაინაწილებენ და ვის დავრჩებიო ესეთი ეს პოზიცია არა მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, მაგრამ იცით რა არის? ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ იმაზე მეტად, რაც ხო ხედავთ რამდენი ურტყეს ხელისუფლებას იმისთვის,
სანქციებთან დაკავშირებით. ფაქტიურად ეს ბოლო წლები რაც ომი დაიწყო რუსეთ-უკრაინის იმის მერე მიდის პირდაპირ არ ვიცი ჯოხით, ხელებში დარტყმა, წიხლი და რა ვიცი ყველაფერი თუ კი რამე შეიძლება ხელისუფლება მიიღო. ეს ხალხი რო დარბის ქუჩაში, ეხლა ზოგი ჭკვიანია და ძალიან ბევრი სულელია, ხო? ესენი რო დარბიან, ხო? ამათი დაფინანსება საიდან მოდის? ზუსტად იქიდან მოდის. ვინც გჯის იმისთვის რომ არ დაუწესეს სანქციები, არ გახსენი მეორე ფრონტი და ასე შემდეგ. ჩვენი პოზიცია სახელმწიფო უკვე გამოვხატეთ და ეს ომის დაწყებიდან ეს კარგად გამოჩნდა. ამიტომ არ ვიტყვი რომ არაფერი გაგვიკეთებია. არა, მაგას ვინ იძახის, კაცო? მაგას მე არ ვიძახი რომ, მაგას არ ვიძახი რომ დადებითი სიმპტომები იყო და ეს დააფასეს კიდევ რა, მეტი არის საჭირო კიდე, მეტი არის. და ნახეთ მეორე არის. მოდით ახლა საიდუმლოს არ ვიტყვი, მე პირადად 2006 წლის მერე რუსეთში არ ვარ ნაყოფი და სიამოვნები ძალიან ამენატრება, მაგრამ ნუ ესეა. არა უშავს, ხა მე არ ვარ ისეთ პოლიტიკური მასში არცად არც ერთ მიმართულებით ჩართული და აქედან გამომდინარე, მაგრამ ის რომ სერიოზული კასტინგი მიდის ბატონო ნიკოლოზ, თქვენ ხო ეს ჩემზე კარგად იცით. ანუ ჩვენ ვამბობთ რომ საუბარი არ მიდისო, მაგრამ გარკვეული წრეები, იქედანაც იმ შიგ-შიგ ევროპელებისგანაც ძალიან ბევრი დადის დღეს რუსეთში, ეს თქვენ იცით. და მე ძალიან კარგად ვიცი, ინფორმაცია ღვთისმადლით მაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი ჩადის და უკვე ბიზნესმენები, ნაცი ბიზნესმენები, უკვე ალაგებენ თავიანთ ბიზნესებს. უკვე ემზადებიან იმისთვის, არა ეს ხალხი რო დარბის ქუჩაში და მსახიობები რო გონზე არ არიან, რა ხდება მათ თავს და ის რაღაცა პატარა დაფინანსებისთვის ლამის რა ვიცი შეირწყვინეს თავი და აგინებინეს თავის უყალას. და ბიზნესმენები, ვინც პრაგმატული ხალხია, ის მგენა მშვენივრად იციან, რომ ისინი ამერიკაში კი არ დადიან ბიზნესის სფეროების მოსაპოვებლად, დადიან რუსეთში და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ეხლა თუ არც საიდუმლო არ არის, ვერც დამალავ ამას, ფრენები აჩვენებს ვინ დადის და როგორ დადის და ვინ რა სჭრის, თვით ჭყონიაც, რომელიც კოკა-კოლას რეგიონული, ასე ვთქვათ, ხატება არის რუსეთში რამდენია ქართული კოკა-კოლა თქვენ ძალიან კარგად იცით, კი ბატონო. ხო და აქედან გამომდინარე ხო გეროი ძალიან ბევრი ვითომ ლიბერალიც, ვითომ პროევროპელიც და ყველა დღეს რუსეთისკენ დაიღეს და ამას რუსეთში ხედავენ გრძნობენ კი არა, უფრო მეტად ხედავენ. იქ რიგები დგას, გარკვეულ კარებებთან რიგები დგას ბატონო ნიკოლოს. ამიტომ თუ ხელისუფლება ოფიციალურად ამას არ აცხადებს, ეს არ ნიშნავს საქართველოს უამრავი ადამიანი დაძრული რუსეთისკენ და არა თურქეთისკენ, არც ამერიკისკენ და. ხოდეთ აი ამ დინებებს შევხედოთ და ამას ყველაფერს ხედავენ ისინი და ჩათვალეთ რომ საუბრები მიდის. გასაგებია. დიდი მადლობა როგორც ყოველთვის საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. კარგად ზანდებოდეთ მშვიდობას და წარმატებას. გაიხარეთ. ქალბატონი მაია ნიკოლაიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ძირფოთ ტელემაყურებლებოდა. მე მინდა ჩვენ სტუდიაში გადმოვინაცვლოთ უკვე ჩვენ სტუმართან ერთად ბატონ ალექსეი. თქვენ აი ეხლა ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ აი უკვე ისეთი ახალი გადანაწილებები მიდის სოფლიოში, ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. აი ეხლა თუ კი რაღაცა იცვლება, მაშინ უნდა შენც უნდა დაელოდო. ერთ ზედმეტმა არასწორმა მოძრაობამ შეიძლება აი ჭაობი რო არის, ხო? ჭაობში რო გამოძრავდე, ჩაიძირები, ხო? უნდა რაღაცნაირად დაელოდო, რომ ამოხვიდე ამ ჭაობიდან. იყო ერთ ადგილას და დაელოდო, რომ შველას რო ამოხვი. ისევე ახლა ჩვენი მდგომარეობა ეს ხელისუფლების ბევრის აღიზიანებს, აი ის რომ ცოტა არ იყოს მკაცრად არ ექცევა მოღალატებს. მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს, იმიტომ რომ შეიძლება თუ ჩვენ ცოტა ზედმეტათი ხისტი იქნება ხელისუფლებამ, რაღაცა პროცესები აქ ცოტა სხვაგვარად წარმართოს და ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, იმიტომ რომ მართლა მსოფლიო ახალი გადანაწილების პროცესია. კი, ნამდვილად, თან იმის ფონდზე, როდესაც უკვე გუშინ შედგა უკვე საუბარი ოფიციალური საუბარი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ეს პირდაპირ დაკავშირებულია უკვე იმასთან, რომ გადანაწილების პროცესი დაიწყო და უკვე ჩვენ ძალიან მალე საზოგადოება ვიხილავთ ტრამპისა და პუტინის შეხვედრას და ეს კიდევ ერთი ნათელი წერტილი იქნება იმის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე აბსოლუტურად იცვლება გეოპოლიტიკური მდგომარეობა და პირველ რიგში ის ომი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში, ეს ომი დასრულდება და როდესაც ომი დასრულდება,
ბატონო ნიკოლოზ, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ ჩვენისთანა სახელმწიფოები უფრო გაძლიერებულები უნდა ამოვიდნენ აი ამ საგარეო პოლიტიკაში, ვიდრე დღესდღეობით ვართ. და ისე არ უნდა დავსუსტდეთ, როგორც მაგალითად დასუსტა უკრაინა, ისე არ უნდა დავსუსტდეთ მაგალითად როგორც დასუსტა სირია და ისე არ უნდა დავსუსტდეთ როგორც სუსტება ევროპის ქვეყნები, მათ შორის დანია, რომელსაც აბსოლუტურად ნათლად დავინახეთ ჩვენ, რომ არანაირი სუვერენიტეტი არ გააჩნია და როგორც ამერიკა სულ ზუსტად ისე იქნება ყველაფერი. ანუ დღეს თუ ხვალ გრენლანდიის საკითხი ისე აქტუალური გაახდა, რომ მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრება გახდება. ნუ ყოველ შემთხვევაში ესეთი კონტურები იკვეთება. შესაბამისად, ეს უკვე ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილების პროცესია მსოფლიო და საინტერესო პოლიტიკური საკითხები იქნება და აი აქ უნდა ვიპოვოთ ჩვენი თავი, ჩვენმა ქვეყანამ და ძალიან კარგია, რომ ყველანაირად ცდილობს ჩვენი ხელისუფლება, რომ აი ამ დიდ გეოპოლიტიკურ ძვრებში ჩვენი ქვეყანა უფრო სოლიდურად გამოჩნდეს, უფრო წარმატებით გამოჩნდეს და არ იყოს რაიმე ორგანიზაციების ფრთების ქვეშ, მაგალითად ევროკავშირის ფრთის ქვეშ, რომელსაც აბსოლუტურად არანაღვლებს და ეხლა მით უმეტეს ვერ აღევლებს, იმიტომ რომ თავად ევროპაში ძალიან დიდი ძვრებია, თუნდაც საფრანგეთში, თუნდაც გერმანიაში და იქ უამრავი პრობლემები აქვს თავად არსებულ ხელისუფლებებს და ამათ ფონზე ჩვენ არ უნდა დავიჩაგროთ და არ უნდა დავიჩრდილოთ. ამიტომ თუ ჩვენ იმ ნიშანს შევინარჩუნებთ, რომ ჩვენ ცალკე ვდგევართ, არ ვართ ევროკავშირთან, ესე ვთქვათ, ატუზულები და ვდგევართ ცალკე მყარად და დამოუკიდებლად და სუვერენულად, მე ვფიქრობ, რომ აქ უფრო მეტ სარგებელს და მეტ დივიდენდს მიიღებს ჩვენი ქვეყანა ისეთი, როგორიც არის, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, თუნდაც ეკონომიკური დოვლათის კუთხით და თუნდაც სხვა სტრატეგიული პარტნიორული კუთხით. ამიტომ საინტერესო პროცესები წავიდა, ეს პროცესები უფრო გაცხოველდება, მე ესე ვფიქრობ, უფრო გაზაფხულიდან, როდესაც შეხვდება ბატონი ტრამპი ბატონ პუტინს და იქ უფრო ეს ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანი გახდება, მათ შორის საქართველოს ბედი უახლოეს ისტორიაში გადაწყდება ბოლო-ბოლო 30-50 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ისტორია აბსოლუტურად სხვანაირი იქნება, არა ისეთი, როგორც აი ამ 30 წლის განმავლობაში იყო დამოკიდებული მხოლოდ ის, რომ გვიღებდნენ კარებს, მოკლედ ვამტვრევდით კარებს, ევროპის კარებს და ნუ ისე აღმოჩნდა, რომ ეს იყო ყველაფერი მოჩვენებითი უტოპია, აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ თევზი მინდა, ოქროს თევზები მინდა და რეალურად ოქროს თევზები კი არა, კვახი დავიჭირეთ ამ 30 წლის განმავლობაში და ფაქტია, რომ არც ევროკავშირმა კვახი ძალიან დაგვიჭერია, სამში ერთი გრძელი თითი, იმას ხო იცი სტანიზე რომ თქვა ეს დავიჭირეთ, აი. ხო და ამიტომ ესე რო არ აღმოჩნდეს, ბატონო ნიკოლოზ, კვლავ აუცილებელი არის, რომ სწორი ორიენტირი გავასწოროთ, ორბიტა სწორი ქონდეს, მიზნობრივად ვიმოქმედოთ და არა იცი რომ რაღაც აუყვეთ რაღაც პროპაგანდებს და აუყვეთ იმ ეგრეთ წოდებულ საზოგადოებას, რომელიც რაღაც აყოლილია მოდას და ვითომ და ცდილობენ რომ ჩვენი დაბულინგება მოახერხონ და ეს რა თქმა უნდა არ გამოვათ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ სიმართლის გზაზე ვართ, ისე როგორც არასდროს, ეხლა გვჭირდება დიალოგის რეჟიმები, ისე როგორც არასდროს, ისე ჩვენ გვჭირდება რომ ვისაუბროთ რუსეთთან და ამ ურთიერთობებს, აი ამ საუბარს ალტერნატივა არ აქვს ქართულ რეალურ პოლიტიკაში და მე იმის გამოთქვა რომ ეს დროს დადგება, როდესაც გადაცემა სწორედ აი ამ ფორმატით დავიწყეთ, რომ სამი ფორმატი, რომელიც 3+3 ფორმატი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი იქნება, ეს ფორმატი უკვე აბსოლუტურად სხვა საერთაშორისო პლატფორმაზე წაიყვან ჩვენს ქვეყანას. გეთანხმები და პირველ რიგში ერთი რამეა კიდე გასათვალისწინებელი, რომ ბატონ ლექსო თქვენ სწორად აღნიშნეთ, აი ხა ჩვენ ვართ ფაქტობრივად აი გავდივართ ნემსის რაღაცა გარკვეულწილად აი ბაზე რა ძაბზე აი ესე იგი აი ჩვენ რო რაღაცა ერთი ნაბიჯი გადავდგათ გადავიჩეხებით აი ციცაბო კლდეზე გავდივართ იმიტომ რომ
ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხით შეიძლება დგას ისეთი სიტუაცია გვაქვს ახლა. ამიტომ აი ჩვენ გვმართებს რომ აი ამ მოღალატეების, აი ამ დესტრუქციული ძალების მოქმედებებს არ ავყვეთ. ჩვენ არაერთი მოწოდებები გავაკეთეთ დღესაც, გუშინაც რომ ქართველი ხალხი ბრძენი არის. ჩვენ ახლა დამოუკიდებლები რო ვიყავით, იმიტომ დაუშვით შეცდომა 90-იანებში და 2003-ში. მაგრამ ახლა უკვე მეტი ის გვაქვს რაღაც გამოცდილება. ჩვენ რო გამოცდილება გქონოდა იმ 90-იანებშიც არ მოხდებოდა გადატრიალება და არც 2003-ში. შენ რო არ მოგწონს თავრობა, ეს არ ნიშნავს, რომ ბომბები უნდა ესროლო და ტყვიები ესროლო პარლამენტს. და ამიტომაც იყო რომ ეგ რაღაც რადიკალების ნაბიჯებს მხოლოდ მცირე ჯგუფი შეუერთდა. თუ არ მოგწონს, უნდა გადაირჩიო და არ უნდა წახვიდე რევოლუცია. რევოლუციის სცენარმა დააკარგინა საქართველოს ტერიტორიები ერთხელ, ორჯერ და რევოლუციამ დააკარგინა მაგალითად უკრაინას, ყირიმი, ზაპოროჟიე და ხერსონი, დონეცკი. რევოლუციამ დააკარგინა სომხეთს, ყარაბაღი. რევოლუციამ დააკარგინა საქართველოს ცხინვალი, დააკარგინა სოხუმი. რევოლუციამ დააკარგინა აგრეთვე სხვა ჩვენ მეზობლებს ტერიტორიები და ამიტომ უნდა გავიგოთ რომ ამ რევოლუციას ცუდის მეტი არაფერი არ მოაქვს, ხო? დიახ, და ამიტომ აუცილებელი არის რომ გონიერება გამოიჩინოს ქართულმა ხალხმა და ავწიოთ თავი ვიაროთ ღირსეულად და ეს ღირსეული სიარული სწორედაც არის ის რომ არავის არ უნდა მიცეთ იმის შესაძლებლობა რომ ჩვენ ქვეყანაზე რაიმე აუგი ლაპარაკონ, არავის უნდა მიცეთ იმის შესაძლებლობა რომ თურმე ჩვენ ვიღაცისტები ვართ, ჩვენ ვართ ქართველისტები და ქართველები ვართ, ეს არის მთავარი და ჩვენ უნდა ვიაროთ ღირსეულად. დიახაც ყველას უნდა ველაპარაკოთ, დაფარული არ უნდა იყოს არაფერი, ღიათ უნდა ვესაუბროთ ყველას. ხო ვესაუბრებით ღიას ევროპას და ევროპა ხო გვეუბნება უარს, იმიტომ რომ თურმე ჩვენი მათ არ მოწონთ ჩვენი ღირსება და თავაწეულობა, ხო? აი ესე უნდა ვესაუბროთ ყველას, თუმცა თავი არ უნდა დავხაროთ და ძალიან სწორია რომ ევროკავშირთან, ამ შემთხვევაში ევროპის საპარლამენტო ასამბლეასთან არ დავხარეთ თავი და ესე არ უნდა დავხაროთ არავისთან თავი, ჩვენ უნდა გავაგზავნოთ სულა ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის და მე დარწმუნებული ვარ რომ აი ამ კატაკლიზმებსაც გადალახავს დღევანდელი ჩვენი საქართველო უამრავი ჭირვარამი გადაულახავს ნიკოლოზ და დარწმუნებული ვარ რომ დღესდღეობით გადავლახავთ ამ ყოველივეს არ გაწყდება ქართველი კაცი და გააგრძელებს აი ამ ესე ვთქვათ ყორნებთან ბრძოლას რაც დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში ხდება უამრავი ყორანი ყოლია საქართველოს თან შავი ბატონო ნიკოლოზ და მე არ ვიცოდი და ეხლა ამ ყოველივემ გამოაჩინა რომ უამრავი ყორანი კორტნის ჩვენს ქვეყანას ეს არის ფაქტი და ყოველ დღე ცდილობენ რომ დაკორტნონ ყოველ დღე მიდის ეგრეთ წოდებული აქციები თუმცა რო კითხო ამ საზოგადოებას თუ რისთვის არის ეს აქციები რისთვის ტარდება კონკრეტული პასუხი არ აქვს თუ ამ კითხვას დაუსვავ რომ რისთვის ტარდება ეს აქციები გეტყვია რომ შენ რაღაც რუსი ხარ და მსგავსი ტიპის ესე ვთქვათ ლოზუნგებს აღღერებენ ანუ ეს პირდაპირ არის მითითება ისე რა არის ორი თვია გარუსებულები ვარ. ორი თვია გაგვარუსე. არა, ხო და ხშირად არის ხომ ესეთ სიტუაციები, რომ ხუმრობაც კი არის ბატონო ნიკოლოზ, რომ აქციაზე ხო არ წავიდეთ და აქციაზე რა გვინდა და კაი კვება აქვს, კაი საჭმელს არიგებენ და ეგეთი ხუმრობაც კი არის. არა, ხალხი მართლაც იმიტომ დადის აქციაზე. საზოგადოებას კი გონია ალბათ რომ რაღაცა ფასეულობებისთვის დადის, მაგრამ გარკვეული ნაწილი იმიტომ დადის ამ აქციებზე, რომ იკრიბოს და და გაერთოს და იქ რაღაცა სანახაობა ნახოს. ეს არის რეალობა და სხვათა შორის ამ აქციებზე ახლა აქციები რომელიც იმართება, ისეთი კვებაა, რომ ესეთი კვება არასდროს არ ყოფილა აქციებზე. და კვება საიდან მოდის, ხო, საიდან ვინ აჭმევს ამ ხალხს? რა თქმა უნდა, აჭმევენ ეს ეგრეთ წოდებული NGO-შინკები, რომლებსაც ახლა დღესდღეობით ძალიან ცუდი და შავდღეში არიან, მათი ბიუჯეტი ესე ვთქვათ დაიხურა 9 ლიტრი დაედო და როდის გაიღება ღმერთმა იცის. ამიტომ ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ ქართველმა ხალხმა და სულ უნდა გავაგზავნოთ წინ და მხოლოდ წინ და არავითარი უკან დახევა. ეხლა არის განვითარების დრო, ეხლა არის სიძლიერის დრო და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გაერთიანდება და გამთლიანდება.
ამის მოლოდინი მაქვს და ამის სურვილი მაქვს ბატონ ნიკოლოს. გაიხარეთ, დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო ბატონ ლექსო კობაიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი ტრადიციულად. ამით მე მინდა დაგემშვიდობოთ და დამშვიდობებისას გითხრათ რომ კვირას როგორც ყოველთვის შევხვდებით საკვირაო გადაცემაში რუსულ ენაზე, რომელიც ყოველკვირად იმართება. ძალიან საინტერესო სტუმარი გვეყოლება კვირას თქვენ თვითონ ნახავთ ჩვენს გადაცემაში და ორშაბათს კი ტრადიციულად გავაგრძელებთ უკვე დღის შეჯამებას. კარგად ბრძანდებოდეთ.